კარწონიანი ადამიანების მთავარი პრობლემა როგორც წესი მუცელია და მაშინაც კი თუ ჭარბიწონა არ გაქვს მუცელი შეიძლება გაწუხებდეს. მუცლის ცხიმი ნაკლები პრობლემა იქნებოდა მარტო ესთეტიკის ნაწილი რომ იყოს. მაგრამ საქმე იმაშია რომ დიდი მუცელი 75% შემთხვევაში განსაზღვრავს გულის და სისხლძარღვების მდგომარეობას და გულსისხლძარღვთა დაავადებები დაკავშირებულია მუცლის დიდ გარშემოწერილობასთან. ადამიანების 70% ვინც წონაში დაიკლო, ამბობს რომ მუცელს ვერ მოუხერხეს ვერაფერი. მე გეტყვი რატომ არის ასეთი რთული მუცლის ცხიმის დაკლება და 5 რამ რისი გაკეთებაც შეგიძლია მის შესამცირებლად. როცა მუცლის ცხიმს ვამბობთ, უმეტესად გულისხმობთ ორნაირ ცხიმს. ერთი ცხიმი, რომელიც მუცელზე პირდაპირ გარედან გვაქვს და რომლის აღებაც ესე შეგიძლია თითებით. ეს არის კანქვეშა ცხიმი. სინამდვილეში ეს ნამდვილი მუცლის ცხიმი არ არის. რაც შეეხება იმ ცხიმს, რომელიც მართლა შიგნით მუცელშია და რომელიც მართლა ორგანოებს გარშემო აკრავს, ამას ქვია ვისცერალური ცხიმი და ეს ცხიმია სინამდვილეში პრობლემა. რადგან ეს შიგნითა მუცელში რაც ცხიმია, ის გამოყოფს ანთებით მოლეკულებს და ცხიმს პირდაპირ სისხლში და დამატებით აქტიურებს სტრესის ჰორმონებს ორგანიზმში. დაახლოებით ისე როგორც ქალაქის წყალსაცავს რომ კანალიზაციის მილი დაუერთო და წყალი მუდმივად ბინძურდებოდეს და ონკაში მოდიოდეს დაბინძურებული წყალი. რასაც მუცლის ცხიმი გამოყოფს, პირდაპირ ღვიძლში ჩაედინება და აზიანებს ღვიძლს, იწვევს ღვიძლის გაცხიმოვნებას. დაახლოებით ისე როგორც მეზობელი რომ მუდმივად ეზოში ნაგავს ყრიდეს და მეტი მუცლის ცხიმი მეტი ნაგავია ღვიძლისთვის და შენ ამის გატანას ვერ ახერხებდე. ეს მუცლის ცხიმი ახალი არ არის. ძველ ადამიანებსაც ჰქონდათ, მაგრამ დროებით მუცლის ცხიმი იზრდებოდა ზამთრის წინ, დაავადებებისას და ორსულობაში. ეს ცხიმი იცავს ორგანოებს, ფიზიკურად იცავს გარშემორტყმულია ორგანოებს. ეს არის ენერგიის სწრაფი წყარო და საკვების დეფიციტის არსებობისას გამოსადეგია. რადგან მუცლის ცხიმი გროვდება, როცა ადამიანს უჭირს, ამიტომ სტრესი ყველაზე დიდი სიგნალია მუცლის ცხიმის დაგროვებისთვის. თუ სტრესი გაქვს, სტრესული ჰორმონები პირდაპირ ეუბნება მუცლის ცხიმს რომ დაგროვდეს და გაიზარდოს. ასევე როცა ბევრს ჭამ და ინსულინი იმატებს, ან უბრალოდ ტკბილს ჭამ, ინსულინი ბლოკავს ცხიმის დაშლას და აძლიერებს მუცლის ცხიმის წარმოქმნას. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ტრიგერი მუცლის ცხიმისთვის არის იო-იო დიეტობა. ანუ ის დიეტა, როცა იმატებ და ამ ციკლზე დადიხარ. ეს ციკლი გავს ძველი ადამიანების შიმშილობის პერიოდებს ანტიკურ ეპოქაში, როცა ადამიანები მუდმივად შიმშილობდნენ, როცა იკლებდა ცხიმი, იკლებდა კუნთი, იმატებდა სტრესი და შემდეგ როცა ჭამდნენ, იმატებდა მუცლის ცხიმის. სწრაფად გროვდებოდა, რათა მომზადებულიყო შემდეგი შიმშილობებისთვის. სანამ ვიტყვით რა არის ყველაზე ეფექტური მუცლის ცხიმის წინააღმდეგ, უნდა ვთქვათ ერთი რამ, რომ ერთი მეთოდი, რომლითაც მუცლის ცხიმი სრულად შეგიძლია გააქრო, არ არსებობს. მუცლის ცხიმის შემცირება არის ზოგადი წონის კლების ნაწილი. პირველი რაც შეგიძლია გააკეთო, არის გაღვიძებიდან პირველივე საათში გახვიდე გარეთ. ეს ამცირებს სტრესის ჰორმონებს და აძლევს ორგანიზმს უსაფრთხოების სიგნალს. ასევე ყოველი ჭამის შემდეგ 10 წუთი იარე. ამ ერთი ქცევით გლუკოზის და ინსულინის ზრდა შეგიძლია შეამცირო მინიმუმ 30%-ით. ეს მექანიზმი კარგად შესწავლილია იარე 10 წუთი ყოველი ჭამის შემდეგ. თუ ტკბილი, ცომეული ან ნამცხვარი ჭამე, ჭამიდან 5 წუთში დაიწყეს იარული და 15 წუთის განმავლობაში იარე. ხოლო თუ ცხიმიანი ან მძიმე ულუფა ან რესტორანში ჭამე, მაშინ დაელოდე 10 წუთი და შემდეგ იარე. მეორე მეთოდი, რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის მწვანე ჩაი, დღეში მინიმუმ 2 ჭიქა, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. მწვანე ჩაი ეხმარება ცხიმის დაშლას და წვას. მისი მთავარი კომპონენტი არის ეპიგალოკატექინი გალატე, განსაკუთრებით მოქმედებს მუცლის ცხიმზე. მესამე მეთოდი არის ვაშლის ძმარი. ვაშლის ძმარი აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას, ამცირებს ცხიმების წარმოქმნას ღვიძლში, აუმჯობესებს სიმაძღეს. ერთი სუფრის კოვზი ორჯერ დღეში, ყოველთვის გახსენი 1 ჭიქა წყალში. არ მიიღო ძილის წინ და არ მიიღო უზმოზე, რადგან შეიძლება გააღიზიანოს კუჭი. მეოთხე მარტივი გზა, რომ მუცლის ცხიმი ადვილად შეგიმცირდეს, არის ცილის მიღება. ეს არ არის უბრალო სიტყვები. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ცილის მიღებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დაიმახსოვრე ერთი ოქროს წესი. პირველი ლუკმა უნდა იყოს ცილა,
კვერცხი, ხორცი ან იოგურტი და შემდეგ ნებისმიერი საკვები, რის ჭამასაც აპირებ. პირველი ცილის მიღება ამცირებს გლუკოზის მატებას და ინსულინის მატებას კვების შემდეგ. ეს ეფექტი პრაქტიკულად ყველა ადამიანში აღინიშნება, ვინც დილას ცილით იწყებს. როგორც ცილის წყარო შეგიძლია გამოიყენო კვერცხი, რომელშიც სრული ამინომჟავების ნაკრებია, იაფია და ნაყროვანების გრძნობას იწვევს დიდხანს. კვერცხით დაწყებული საუზმე ასოცირებულია შემდგომში მთელი დღის განმავლობაში ნაკლებ კვებასთან და ნაკლებ მუცლის გარშემოწერილობასთან. მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი სტაბილური კომპოზიცია გქონდეს ცილის მიღების ყოველ დღე, რომ იცოდე, რომ ყოველ დღე ჭამ ერთი და იგივე ცილას, მაგალითად კვერცხს ან იოგურტს. შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ ეს შეიცვალოს. შეიძლება ჟღერს მოსაწყენად, რომ ერთი და იგივე ცილა მივიღო ყოველ დღე, მაგრამ თუ მუცელზე ზრუნავ, უნდა გქონდეს ცილის ღუზა, საკვები, რომელიც გეცოდინება და შენს სხეულს ეცოდინება, რომ მუდმივი მისაღებია და ეს სტაბილურობა განაპირობებს იმას, რომ ნაკლებს ჭამ ჯამურად და მუცლის ცხიმიც ადვილად იწვის. ნებისმიერი ტკბილეულის ჭამამდე ჯერ ცილა მიიღე, კვერცხი ან ხორცი, ან ყველი, ან ბერძნული იოგურტი. გახსოვდეს, რომ თუ გინდა ჯანსაღი სხეული, ცილა შენი მეგობარია. და ბოლოს თქვა დანამატების შესახებ. საუკეთესო დანამატები წონის კლებისთვის რა არის და მუცლის გარშემოწერილობის შემსამცირებლად. 5 საკვებ დანამატს თუ ვიტყვით, პირველი ცილაა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ვინც ვარჯიშობს, ცილა შეუძლია მიიღოს როგორც საკვები დანამატი ცალკე. მეორე ადგილზეა საკვები ბოჭკო, მაგალითად ფსილიუმი, ან შვრიის მიღება, რომელიც ხსნად ცილას შეიცავს. ამიტომ ყოველი დილის დაწყება შვრით კარგი იდეაა. მესამე ადგილზეა მწვანე ჩაი, რომელიც თერმოგენეზს აძლიერებს და ცხიმის დაწვას აჩქარებს ნორადრენალინის ხელმისაწვდომობის ზრდის გზით. და მეოთხე ადგილზეა კოფეინი, რომელიც ენერგიის ხარჯს და ცხიმის წვას აძლიერებს. მეხუთე ადგილზე გავიყვანდი ბერბერინს, რომელიც რომელსაც ინსულინის შემამცირებელი ეფექტი აქვს, თითქმის ისე როგორც მეტფორმის, ან თითქმის ისე როგორც ძლიერ წამალს. ასეთი ძლიერი საკვები დანამატია ბერბერინი და მოქმედებს ინსულინზე, მაგრამ ვინაიდან პირდაპირ ცხიმის წვაზე არ მოქმედებს, ამიტომ მეხუთე ადგილს მივცემდი. რაც შეეხება რედიენტს, რომელიც ჩემი შემოტანილი საკვები დანამატია საქართველოში წონის კლებისთვის, ხშირად მეკითხებიან აზრს და აქვე გიპასუხებთ. რედიენტი შედგება 4 კომპონენტისგან: მწვანე ჩაი, კოფეინი, თეთრი ლობიოს ექსტრაქტი და პიპერინი. რომ ნახოთ რეიტინგები საკვები დანამატების, ავიღოთ მაგალითად ტოპ 20, რომელიც რეალურად ეფექტურია და რომელიც უსაფრთხოებაზეც და ეფექტურობაზეც კვლევები არსებობს. პირველ ათეულში უმეტესად შედის რედიენტის 4 კომპონენტიდან 3: მწვანე ჩაი, კოფეინი და თეთრი ლობიოს ექსტრაქტი. და ეს სია და ეს მიმდევრობა თითქმის უცვლელია ნებისმიერ რეიტინგში. ამიტომ რედიენტი არ არის უბრალო კომბინაცია შემთხვევითი კომპონენტების, არამედ ეს არის კარგად შერჩეული, კვლევებზე დაფუძნებული ფორმულა, რომელიც აერთიანებს 3 საუკეთესო საკვებ დანამატს ერთ კაფსულაში, რაც კი შეიძლება გამოიყენებოდეს წონის კლებისთვის და თან უსაფრთხო იყოს. და დიახ, რედიენტი ეფექტურია და უსაფრთხოა. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე მისი შემოტანა. რაც შეეხება მაგიას, მაგიური წამლები არ არსებობს. წონის და მუცლის ცხიმის კლება თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული, რაშიც შეგიძლიათ დაიხმაროთ სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის ცილები, ფიზიკური აქტივობა, საკვები დანამატი და რედიენტიც. მთავარია თქვენი გადაწყვეტილება და სიმტკიცე, დახმარება ყოველთვის არსებობს. ეს იყო რისი თქმა წმინდა და მადლობა რომ მისმენდით. ვისაც გინდათ არხის მხარდაჭერა, ანგარიშის ნომრები არის მითითებული ქვევით აღწერაში და შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ. თუ რედიენტზე დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ, ლინკიც არის მითითებული ქვევით აღწერაში და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ და დეტალურად გაეცნოთ. და ვისაც უბრალოდ არხის მხარდაჭერა გინდათ, ან დაალაიქეთ, დააშიარეთ, დააკომენტარეთ, ნებისმიერი თქვენი აქტივობა არხს დაეხმარება. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.